რატომ რთულდება ურთიერთობები მშობლებსა და ბავშვებს შორის გარდატეხის ასაკში? მოზარდის ცხოვრებაში იწყება ბიოლოგიური, ემოციური და კოგნიტური ცვლილებები, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მის ურთიერთობებზე სოციუმთან. განსაკუთრებით იცვლება ურთიერთობები მშობლებთან. რატომ ხდება ასე? სანამ ბავშვი პატარაა, მშობელი აკონტროლებს ყველაფერს, იღებს გადაწყვეტილებებს და იცის რა არის ბავშვისთვის უკეთესი. ხოლო გარდატეხის ასაკში მოზარდი ცდილობს შეასუსტოს მშობლის კონტროლი, მოიპოვოს ავტონომია, გახდეს თავისუფალი და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები. მშობელი არ არის მიჩვეული ასეთ რეალობას. ის აფასებს რისკებს, რაც მოზარდს ჯერ არ შეუძლია. შესაბამისად იწყება აკრძალვები. ამას კი ხშირად მივყევართ უთანხმოებისკენ და კონფლიქტებისკენ. სეპარაცია მშობელსა და ბავშვს შორის ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, თუმცა ის ხშირად მიმდინარეობს მტკივნეულ და აგრესიულ ფონზე. ფსიქოთერაპია ეხმარება მშობელს ჩამოაყალიბოს შვილთან ახალი, სანდო და ზრდასრული ურთიერთობა. შემდეგ ვიდეოში მშობლებს გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას, მანამდე კი გახსოვდეთ, ამ რთული ურთიერთობების მიუხედავად, მოზარდისთვის მშობელი ისეთ სანდო და მნიშვნელოვან ადამიანად რჩება. მას ძალიან სჭირდებათ მშობლის ემოციური მხარდაჭერა.